მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, რომ აღდგომა არ არისო და კითხეს მას. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა. თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლით თავის ძმას. იყვნენ 7 ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ. მეორემაც შეირთო და ისიც უშვილოდ მოკვდა. მესამემაც შეირთო. 7-თაგან არც ერთს არ დარჩენია შვილები და დაიხოცნენ. ბოლოს დედაკაციც მოკვდა. ხოდა აღდგომისას რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან 7-ვე სყავდა ცოლად. იესომ უთხრა მათ. წუთისოფლის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან. ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან. ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რა კი ანგელოზთა სწორნი და ღვთისძენი არიან ისი, აღდგომის ძენი. ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ამის შესახებ მოსემაც მიუთითა მაყულის ბუჩქზე, როდესაც აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალი. ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა უთხრა. კარგად თქვი მოძღვარო. და ვეღარ გაბედეს, რომ რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ. როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა? თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა სადგამად. აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე? და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს. ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინასავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ. Quanto aqui hoje, mano?